ქრისტე აღდგა მკვეთრით, სიკვდილითა სიკვდილისა დამრგუნველი, დასაფლავების შინათა ცხოვრების მინიჭებელი. საოცარი სიტყვები არის, რომელიც ბადებს იმედსა და სიხარულს და მიუხედავად იმისა, რომ პოხარების დღეები გვაქვს ჩვენი კათოლიკოს პატრიარქის ილია მეორის გარდაცვალების გამო, აღდგომის დღესასწაულს შემოაქვს დიდი სიხარული, რომელიც პატრიარქმა მთელი თავისი ცხოვრების მანძილზე ატარა და მისი სიტყვები, რომელიც ყოველთვის გვამხნევებდა ჩვენ ყველაფერი კარგად იქნება, ზუსტად ეს დაკავშირებული არის ქრისტეს აღდგომასთან, რომ დაიძლევა ბოროტება, სიკეთე იზეიმებს და საბოლოოდ ადამიანები, ღვთის მორწმუნე და ქრისტეს მოყვარე ადამიანები გაერთიანდებიან სიყვარულით. და აი ამ დღესასწაულს, ზეიმს სიკეთისა და სიყვარულისა დღევანდელ დიდებულ და ნათლით სავსე ღამეს ვეგებებით და ყველას მინდა მოგილოცოთ ეს დღესასწაული. ქრისტე აღდგა, ჭეშმარიტად აღდგა ქრისტე. დავალს დაესწარი. ქრისტეს მიერ საყვარელნო, მამანო, დედანო, ძმანო და დანო, ყველას გილოცავთ ამ დიად და ნათელ დღესასწაულს ქრისტეს აღდგომისა. ღმერთი კაცს იქმნა და სოფელსა შინა იქცეოდა და ვერ იჩნდა იგი სოფელმა და ნათელი ბნელსა შინა იყო. ამას ბრძანებს წმინდა მოციქული იოანე. დღეს ტაძარში ბევრი ახალგაზრდა ხართ და მინდა გითხრათ, რომ ახალგაზრდობაში ადამიანებს სხვადასხვა კითხვა აწუხებს. უფრო კატეგორიულია ადამიანი ახალგაზრდობაში, უფრო კრიტიკული და ხშირად ეჭვებით ჩდება ახალგაზრდა ადამიანში ღვთის არსებობისა. განსაკუთრებულად ეს ხდება მაშინ, როდესაც ადამიანი შეეხება რომელიღაც არასწორ სწავლებას, ზოგჯერ დამახინჯებულს, პროსტორად იმას, რომელიც ამახინჯებს სარწმუნოებას, სარწმუნოებრივ სწავლებას, ზოგჯერ საერთოდ ღვთის გმობელს და მკრეხელურს. მინდა გითხრათ, რომ ალბათ ყველა ახალგაზრდა გადის ამ ეტაპებს. ყველას ცხოვრებაში ყოფილა ასეთი დღეები და ჟამი. და აი ქრისტეს აღდგომის მოვლენამ საოცარ მაგალითს გვაჩვენებს ჩვენ იმისა, რომ ადამიანებმა, რომელთაც იხილეს ქრისტე აღმდგარი, მაშინაც კი ვერ შეძლეს, რომ საკუთარი თავისთვის გაუცხოება ქრისტესაგან აეგრძალათ. წმინდა წერილი პირდაპირ გვეუბნება იმის შესახებ, რომ მაცხოვარი აღმდგარი გამოეცხადა თავის მოწაფეებს და არა მარტო 12-ს, არამედ ბევრ მოწაფეს. ისე რომ იმ პერიოდში, როცა ერთად იყვნენ შეკრებილები და ამბობს პირდაპირ წმინდა წერილი, რომ ზოგიერთიო შეორგულდაო. შეორგულდა ქრისტეს სიტყვის გამო, იმიტომ რომ მაცხოვარი ასწავლიდა ცათა სასუფეველის და მომავალი ცხოვრების შესახებ.
ზოგი შეორგულდა და განეშორა ქრისტეს. ანუ თავად ეს აღდგომის სასწაულიც კი ვიღაცისთვის გახდა დაუტევნელი, ვერ დაიტია მისმა სულმა და გონებამ. მაგრამ იმათ, ვინც ქრისტესთან დარჩა, მიუხედავად ამ ეჭვებისა, მიუხედავად იმაზე, რომ რაღაც შეკითხვებზე პასუხები არ ქონდა, მაცხოვარმა უთხრა, რომ ნუ შეშინდება გული თქვენიო, რამე თუ მე თქვენთან ვარ, ვიდრე აღსასრულამდე სოფლისა. და ზუსტად ამ დროს ძვირფასო ძმანო და დანო, ძვირფასო ახალგაზრდებო, როდესაც ეჭვი იბადება ჩვენში, მაშინ უფრო ძლიერად და უფრო მეტად უნდა ვიყოთ ჩვენ ქრისტესთან. მაშინ უნდა უთხრათ საკუთარ თავს, რომ მე ღმერთთან ერთად ყოფნა სურს. და თუ მე მსურს, ღმერთს მით უმეტეს სურს ყოფნა ჩემთან ერთად. ეს გახსოვდეთ მთელ თქვენს ცხოვრების გზაზე, რომ როდესაც გაჩნდება ეჭვი, როდესაც დამძიმდება რაღაც მოვლენის გამო ცხოვრება, როდესაც პასუხები არ გვექნება ამა თუ იმ მოვლენაზე ჩვენს თუ ჩვენი საყვარელი ადამიანის ცხოვრებაში, მაშინ მყარად უნდა ვიდგეთ ღმერთთან ახლოს და ვუთხრათ საკუთარ თავს, რომ მე ღმერთთან ერთად წადია ყოფნა. და მაშინ მადლი უფლისა მოვა ჩვენთან და განგვამტკიცებს, გაგვამხნევებს, გაგვაძლიერებს და სასწაულსაც მოახდენს ჩვენს ცხოვრებაში. მაგრამ ყველაზე დიდი სასწაული, რომელიც ჩვენ გველოდება ძვირფასო ძმანო და დანო, როდესაც ჩვენ ვიტყვით, რომ ღმერთთან ერთად წადია ყოფნა, ეს არის ჩვენი შეხვედრა ქრისტესთან. და ამ შეხვედრის სიხარული. ამიტომაც აღდგა ქრისტე, რომ სიხარული მოჰფინოს დაღლილ, დასუსტებულ და ეშმაკის კლანჭებში ჩავარდნილ კაცობრიობას. ამიტომაც მოვიდა ჯვარს ეცვა და აღდგა, რომ მოგვანიჭოს ჩვენ მარადიული სიხარული და სულის ცხოვნება. და ეს ყოველივე გველოდება ჩვენ ძვირფასო ძმანო და დანო, უკვე თუ ვიქედით ქრისტესთან ერთად. და ამიტომაც ამ დიდებულ ღამეს შევსთხოვოთ უფალს, რომ ის იყვეს ჩვენთან და ჩვენ ვიყვეთ მასთან. ქრისტე აღდგა. ჭეშმარიტათა. ქრისტე აღდგა. ჭეშმარიტათა. ქრისტე აღდგა. ჭეშმარიტათა. მრავალს დაესწარ. მოვისმინოთ სიტყვები წმინდა მამისა. რომელნი ხართ კეთილმსახურნი და ღვთისმოყვარენი, იშვებდით კეთილსა ამას და ბრწყინვალესა კრებასა, და რომელი არს მონა კეთილგონიერი შევე딘 სიხარულით სიხარულსა ამას უფლისათვის ისასა. რომელმა ნიღვაწა მარხვითა მიიღენაც ტალანტი შრომისა და ღვაწლისა, რომელმანცა იმუშაკა პირველ ჟამიდან მიიღენ დღეს თანამდების სიმართლისა, რომელი მესამესა ჟამსა მოვიდა მადლობით დღესასწაულობდნენ, ხოლო რომელი მეექვსესა ჟამსა მოიწია, ნუ იჭვებ, რამე თუ არარა დაჭირვება არს მისა, და რომელი დააყდა ჟამსა მეცხრესა,
მოვედი ნურა რაისა ორგულებ და ნუ ეშინი ხოლო რომელი მე-11 ჟამსა მოიწია ნუ შეშინდებინ დაყოვნებისათვის რამე თუ მრავალ მოწყალე არს მეუფე ჩვენი და კაცთ მოყვარე შეიწყნარებს უკანასკნელთა ვითარცა პირველთა და განუსვენებს მე-11 ჟამისა მოსულთა ვითარცა პირველისა ჟამისა მუშაკთა და უკანასკნელთა თვისცა მოწყალე არს და შერთავს მათ პირველთა თანა მათ მისცემს და ამათ მიანიჭებს საქმეთა მიითვალავს და განზრახვათა განიკითხავს საქმეთა აქებს და გულსმოდგინებათა ადიდებს და უბრძანებს შესვლად სიხარულსა უფლისა თვისისასა რათა პირველთა და უკანასკნელთა ზოგად სიკვდილი მიიღონ და რათა მდიდარნი და გლახაკნი ურთიერთარს იხარებდნენ და მოღვაწენი და სულ მოკლენი დღესა ამას პატივცემდნენ რომელმან იმარხა და რომელმან ვერ იმარხა ყოველნივე ერთბამად განსხრებოდნენ რამე თუ დღეს ტაბლა სავსე არს იშვებდით ყოველნი ზვარაკი ჭამებული მზა არს ნურავინ წარვალს მშიერი ყოველნივე იშვებდით სერითა ამით სარწმუნოებისათა ყოველივე მიიღეთ სიმდიდრე სიტყბოებისა ნუვინ ზრუნავ სიგლახაკესა რამე თუ გამოჩნდა ყოველთათვის სასუფეველი ნუვინ გოდებდ ცოდვათათვის რამე თუ შემდობელი ჩვენი აღმოფწყინდა საფლავით ნუვინ ზრწინ და ეშინინ სიკვდილისაგან რამე თუ განმათავისუფლა ჩვენ სიკვდილმან მაცხოვრისამან და დაშრიტა მათთვის რომელნი პრობილიყვნეს მისგან წარმოსტყვენა ჯოჯოხეთი შთავიდა რამას შინა განამწარა იგი შთავსლითა თვისითა და ესე ისაია პირველვე ღაღატყო ჯოჯოხეთო რა შეგემთხრია იტყვის ქვეშე შენსა გამწარდა ჯოჯოხეთი რა შეგემთხრია იტყვის ქვეშე შენსა გამწარდა რამე თუ განქარდა გამწარდა რამე თუ მოიკიცხა გამწარდა რამე თუ მოიკლა გამწარდა რამე თუ დაიმხო გამწარდა რამე თუ შეიკრა მიიყვნა ხორცი და ღმერთი იხილვა შეიწყნარა ქვეყანამან და მოეგებნეს ცანი მიიღო ხილული და დასცა უხილავი სადა არს სიკვდილო საწერტელი შენი სადა არს ჯოჯოხეთო ძლევა შენი ასდგა ქრისტე და დაიღვიე შენ ასდგა ქრისტე და დაეცნეს ეშპაკნი ასდგა ქრისტე და იხარებენ ანგელოსნი ასდგა ქრისტე და ცხოვრება მოქალაქეობს ასდგა ქრისტე და არცაღა ერთი მკვდართაგანიღა არს სასფლავსა შინა ასდგა ქრისტე მკვდრეთით და იქმნა იგი დასაბამ შესვენებულთა რომლისა არს დიდება და სიმტკიცე უკუნითი უკუნისამდე ამინ ქრისტე აღდგა ქრისტე აღდგა ქრისტე აღდგა